დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 6 ივლისი და დღეს გვაქვს დაგეგმილი მოვინახულოთ კასპის რაიონის რამდენიმე სოფელი. ერთ-ერთი სოფელი მდებარეობს უშუალოდ საზღვართან ახლოს და როგორც მე ინტერნეტში ამოვიკითხე ინფორმაცია, ეს სოფლები 80% დასახლებული არის დღესდღეობითაც ოსი ეროვნების ხალხით. სხვათა შორის იმ 90-იან წლების დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს მოსახლეობა ოსები აქ ცხოვრობდნენ, არავის არაფერი არ უთქვია ამ მოსახლეობისთვის და იმ პერიოდიდან დღესაც ცხოვრობენ მშვიდობიანად და არანაირი პრობლემა არ აქვთ არავისთან. და ძალიან საინტერესო იყო ის ამბავი, ჩვენ ბევრი ოსური სოფელი გვაქვს, ნანახი გორის რაიონში, იქით ქარელის რაიონშიც, ბორჯომის რაიონშიც რამდენიმე მიტოვებული სოფელი გვაქვს, სადაც ოსები ცხოვრობდნენ, მაგრამ დღესდღეობით არავინ აღარ ცხოვრობს, იქ ოსი მოსახლე არავინ არ არის დარჩენილი. 90-იან წლებში მოხდარი არეულობის დროს წამოვიდნენ მოსახლეობა, დატოვეს თავიანთი სახლები და ფაქტიურად ძალიან ბევრი არის ასეთი სოფელი. მაგრამ ეს რამდენიმე სოფელი უშუალოდ საზღვართან, ეგრეთ წოდებულ საზღვართან, სამაჩაბლოსთან ძალიან ახლოს არის 1 კილომეტრში, ალბათ დაახლოებით და იმედი მაქვს მივვალთ ამ სოფლამდე, მოვახერხებთ ფიზიკურად მისვლას და მაინტერესებს შევიდე ამ სოფელში, რომელსაც ვიტყვი ახლა, რომელ სოფელშიც გვინდა მისვლა, ეს არის სოფელი თვაურები. თვაურებშიც ოსები ცხოვრობენ დღესდღეობითაც და მაინტერესებს როგორ პირობებში ცხოვრობენ. ვიყურეთ, არხი გამოიწერეთ და ალაიქეთ. სოფელთან ახლოს ასევე არის რამდენიმე საინტერესო ადგილი, სალოცავები არის და გვინდა მოვინახულოთ ეს ადგილებიც. ავადროებით აგემშვიდობები, წავიდეთ ერთად დავათვალიეროთ ეს ადგილები. ესე იგი, აქეთ მარჯვნივ არის სოფელი ოკამი და სოფელი თევზი. ჩვენ მივდივართ მარცხნივ თვაურებში. ეხლა ვართ ლამისყანაში. ლამისყანა კაი დიდი სოფელი ჩანს. მე როგორც ვნახე ინტერნეტში, ლამისყანაშიც 50%-ზე მეტი არის ოსები. მარცხნივ, ხო? იმიტომ რომ ეხლა მაინც სამხრეთ ოსეთთან ახლოს არის ეს დასახლებები და კაი სამრეცხაოები იყო და დაახლოებით ის არის. ეგრეთ წოდებულ საზღვრამდე რამდენია ბესვაკიდან? რამდენი იქნება 1 კილომეტრი ნახევარი. ძალიან ახლოს არის, ხო? სოფელ თვაურებში ძალიან მაინტერესებს რა ხდება. ეს ლამისყანა რაღაც ცენტრივით არის, ხო? ამ რეგიონის ცენტრივით. დიდი სოფელია და პატარა არ არის. გზა კარგია, გაზი არის, ყველაფერი კომუნიკაციები არის. ესე იგი 2008 წლის მერე რამდენი წელი გავიდა? 17 წელი გავიდა. არ მოგვარდოს. რა უნდა მოგვარდოს? რას თხრი? მიწაში უნდა ჩააგდონ? რო გადავარ, შეიძლება გავაკუჭო. ეხლა გააცურებენ იქეთ და გადავა. ვერ გადავ. გადავ. გაგორდება.
გააცურებენ ტრუბას იქეთკეთ. ასეთკან შეაყოფინებენ თავს და მერე გაცურდებენ. აუშენებენ ეს სახლი და გადაუხურავენ. გადახურავს რა ხანაში. აქეთ თავი უნდა აუწიონ და შეძრება რა. სოფელი ლამისყანა, ხალხი აგერ აშენებს. ლამისყანა დამთავრდა, შემოვედით თვალურებში. გზა ხედავ როგორი კაი ასფალტის გზა მიდის ბოლომდე, ნეტა მაინტერესებს სადამდე მიდის ეს თავრდება ეს კარგი გზა. კომუნისტების არ არის ბაბუ რა კომუნისტების თო. კაცო მაგ დროსაც იყო ეს. კი იყო, მაგრამ ახალი გაკეთებული რო ჩანს. ვა, გაგუშვება? არა. აბა ნახო. გამარჯობა. სოფელი თვალურები ეს არის თუ წინ არის? ვისთან მიბრძანდებით? ვისთან არავისთან, უბრალოდ სოფლის დათვალიერება გვინდა რა. ჩვენ ასე YouTube გვერდი გვაქვს და ვიღებთ სოფლებს რა და იქით რა არის? იქით უკვე საოკუპაციო ბაზი არის, იქით ვეღარ გადავალთ. იქით ვეღარ გადავალთ. კაი ბატონო, უნდა ჩაწეროთ ვინმე თუ რა ხდება, აბა? არა, ვინმე კონკრეტულად არა, უბრალოდ დათვალიერება გვინდა. იუთუბერები ვართ და უბრალოდ რა ვიცი, გამოვა ეგ შეუთანხმებლად მეში. გასაგებია. მანქანა უნდა გამოვყოთ და თქვენ სამთო გადაადგილება უზრუნველყოფთ. არ გვინდა მაშინ, ხო. ისე არ გვინდა. ახლოს არის კი და მაგიტო მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სამთო გადაადგილება უზრუნველყოფთ. გასაგებია. მაინც და მაინც გნებავთ შესვლა. ქალაქიდან უნდა ამოვიდნენ. არა, მაგდენ შეწუხება არ გვინდა. და მიტოვებულივით არის რაღაც ნანგრევები და ისინი ჩანს ზევით. ეგ იყო ხოლმე დაჩები და იქ დასახლებული პუნქტი არ არის. რამოდენიმე ნანგრევი არის და ის უკვე ძალიან ახლო არის. ხო, საზღვართან ძალიან ახლოს არის. გასაგებია. ის იყო თვალურის დაჩები? დაჩები. ეს არის თქვენი YouTube-ი? კი. აქედან მე ნახეთ ძალიან და ბევრი სოფელი გვაქვს გადაღებული ხო და აი მიტოვებულ სოფლებს იღებთ მიტოვებულ სოფლებს არა მიტოვებულ სოფლებს იღებთ ხო აი სადაც ადრე ცხოვრობდა ხალხი და ეხლა არავინ აღარ ცხოვრობს და ინტერნეტში ვნახეთ ეს სოფელი რა თვალურები ადრე კაი დასახლებული იყო და ეხლა არავინ აღარ ცხოვრობს მაგის ნახვა გვაინტერესებდა რა სოფელი თვალურებში ბრძანდებით დასახლებული ეს არის სოფელი თვალურები და ის იყო დაჩები ანუ ხო და ის რასაც თქვენი ძახით, რაც ალბათ GPS-თან აქვს რა? კი, GPS-ი. ის არის დაჩები. იქ არავინ არ ცხოვრობს, შეიძლება ორი პატარა რაღაცა ნანგრევი არის, მეტი არ არის. იმენა იმას აწერია ზევიდან თვალურები და იმიტომ ჩვენ გვეგონა რომ ისე ძირითადად ქართველები არიან, ოსები არიან. მე მგონი ოსები უფრო მეტია, ხო, ოსები არიან. ხო. კარგი, დიდი მადლობა. კარგად. კარგად. ზურია მაგი რა ვიცი. არა უშვებს. აი აკანი. ორბელიანების სასახლესთან მივედი სოფელ ლამისყანაში. ეხლა ჩვენ ვართ სოფელ ლამისყანაში, აქ რესტავრაცია მიდის. ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლე. რესტავრაცია მიდის. რესტავრაცია რომ გაკეთება, არის კარგი იქნება.
დასრულდება, მე კიდე მოვაკითხავთ ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლეს. გვირილად ყოფილა ეგ ლამის ხანაში. თეზი, ოკავი. კიდევ მოგესალმებით, მეგობრებო, მივედით ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ სოფელ თვალურებამდე ვერ მივედით ფიზიკურად, იმიტომ რომ ბლოკპოსტი არის, ჩვენი ქართველი სამხედროებით განადა არ შეგვიშვეს, გითხრეს რომ თუ გააქვთ დაგეგმილიო ვინმესთანო კონკრეტულად შეხვედრა, შეგვიძლია გამოვიძახოთო სპეციალური სამსახურიო, რომელიც გაგაცილებთო თქვენო იმ ადგილებამდეო, რათა უსაფრთხოდ ჩახვიდეთო, იმიტომ რომ საზღვარი არის ახლოსო, რუსი ჯარისკაცებით განანო და არავინ არ იცის რა შეიძლება მოხდესო, მაგრამ ახის ამდენ შეწუხებას მაინც და მაინც მოვერიდეთ. ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს დახმარებისთვის, მაგრამ აღარ შევედით ამ ტერიტორიაზე, სახიფათო ტერიტორიაზე და წამოვედით სოფლიდან. არის ერთი სალოცავი, რომელსაც ქვია წმინდა ივლიტას სახელობის სალოცავი. ფათაშორის ივლიტა არის ჩემი ნათლული, რომელიც ცხოვრობს ბელგიაში, მას მინდა მოკითხვა გადავცე. ივლიტას მშობლებს, ილიკო, ნატო, გენაცვალეთ აქედან, მოგესალმებით საქართველოსდან. ვიცი რომ მალე უნდა ჩამოვიდნენ და ველი თქვენს ჩამოსვლას. და ეხლა მინდა ავიდე და ერთად დავათვალიეროთ წმინდა ივლიტას სახელობის სალოცავი სოფელთან. აბა წავიდეთ. ახალი მარჯვნივ აქ უნდა შევიდე, აქ რანაირადო? მაშინ პირდაპირ. არა, შესვლით კი შევიდოდით, მაგრამ აქანაირი. ჩვენ ვიღაცასთან მივიდით ეხლა. სტუმრად. გზა აღარ არის. გზა არ არის აღმოჩნული, გაიგე შენ და იმიტომ. გზა თუ არ არის, როგორ უნდა მივიდეთ? მარცხნივ ვერა. მაშინ უკან გავიდეთ და შევხვდეთ მარცხნივ. აქედან შეიძლება ავიდეთ. წმინდა ივლიტას ეკლესია ქვია? და ივლიტას სახელობის სამლოცველო. ივლიტას სახელობის სამლოცველო. და ლამის ხანაში კიდე აბეს ერთი რაღაც სამლოცველო ნახება რუკაზე. წმინდა ივლიტას გარდა. აი კიდე რა დანგრეული სახლი აქვს მიტოვებული. ყველა სოფელში არის მიტოვებული სახლები, აგრე აქეთაც რა ყველა სახლია. ზევით? არის ზევით. გაიწიეთ ეხლა ცუგრიებო ითით რა. პირდაპირ? რომელი თუ კაია, პირდაპირ.
კარგი არის ორივე ტალახიანია და ამიშულობა მაქვს. მარცხნივ წავიდე? კარგი. პირდაპირ წავიდე? უერთდება რა და რა რომელი ჯობია. წავიდე პირდაპირ თუ ერთდება ამიშულობა. ჩვენი ხედანი არ ოქნათ საზღვარზე არ გადავიდეთ. ხო იყო რაღაც ფაცხა. აი მოვედით ეკლესიასთან. ეს რა არის ხო? ალბათ სალოცავია ხო? წმინდა ივლიტას სახელობის სალოცავი. ივლიტა ჩემი ნათლულია, ისე რო იცოდეთ რა, არის თქვენ, მაგრამ გეუბნებით. ამოვედით ახლა ჩვენ სოფელი ლამისყანიდან, ზევით მთაზე არის აღნიშნული წმინდა ივლიტას სახელობის სამლოცველო და მინდა დავათვალიერო რომ ნახო რა სამლოცველოა. ერთად დავათვალიეროთ მეგობრებო. აი ეს არის ალბათ წმინდა ივლიტა. ბუნება არის ძალიან ლამაზი. დღეს კარგი ამინდია, ნახეთ რა არაჩვეულებრივი ბუნება. სანამ ამოვიდოდით, კარგი წვიმა იყო, მაგრამ ეხა წვიმამ გადაიღო და არც ცხელა, არც ძივა აქ. ძველი ქვევრებია. აქეთ რა არის? აქეთ მაგიდებია. სოფლის მოსახლეობა ალბათ ამოდის ხოლმე აქ და საქეიფო მშვენიერი ადგილია. არ მოგწონს ბესო საქეიფოთ ეს ადგილი? კი, მაგრამ ჯერ ადრეა ცოტა. ჯერ არ გშია ხო. მაშინ დავათვალიეროთ. იქ რა იყო ზევით კიბეებზე ასასვლელი? აბა ერთი ვნახო. ესე იგი ჩვენ მივდიოდით სოფელ თვალურებში. ლამისყანიდან არის ეგრეთ წოდებულ საზღვართან, სამაჩაბლოსთან და მაგრამ ბლოკპოსტი დაგხვდა და არ შეგვიშვეს თვალურებში და ამოვედით ზევით ნახეთ რუკაზე აღნიშნული წმინდა ივლიტას სახელობის სალოცავი. და სოფლიდან ამოვედით. ვა, ასეთი საქეიფო მე არ მინახია ჯერ. სიწყნარეში, სიმშვიდეში ამოვა ადამიანი სოფლიდან ცხელზაფხულის დღეებში და დაისვენებს ცოტა ეს ის არის რა, ცოტა ნაგავი ცოტა მაშვება და ტეხავს სილამაზეს აფუჭებს. არა და ძალიან ლამაზი ადგილია. ზედმეტი ეს პლასმასის ჭიქები, ბოთლები რო არ ეყაროს, კარგი იქნებოდა, უფრო ლამაზი იქნებოდა. აი ესეც გადახურული. იქითაც არის მაგიდები. მოკლედ სოფელი ლამისყანას მოსახლეობას მშვენიერი ადგილი აქვს ზევით მთაზე ამოსასვლელი. კარგად გაკეთებული ფაცხები და აქაც მიდის
გზავა ერთი შევიდეთ. აი. არადა ეს პლასმასის ბოთლები, შუშები. ახლა გერმანიაში ვიყავთ ჩვენ. და ვერსად ვერ ნახავთ დაგდებულს, იმიტომ რომ ფულია. სპეციალური აპარატებია და აბარებენ აპარატებში. და მაგ ჩაბარებული ბოთლების ფულით მაღაზიაში ყიდულობენ სურსაც ანოვაგეს. ეს ბილიკი სადმედის ნეტა. ტყეში შედის. დამთავრდა ბილიკი. კარგით, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ჩვენ გზას, ვერ შევედით ერთ-ერთ სოფელში. აქაც რამდენი გავიყრია. თვალურებში ვერ შევედით, მაგრამ კიდევ ერთი სოფელი არის გზად და გვინდა ამ სოფელშიც მივიდეთ, ასე რომ წავიდეთ. ალამაზი ბუნებაა და როგორ ბუნებაში ხა აი ნაგვის დაყრა არ მესმის, ჩემამდე არ დადის რა. აქ რატომ უნდა დაყარო? აი ეს პლასმასის ბოთლები. მის ყანაში ვარ, ხო, ჯერჯერობით. მოკლეზე გადავდივართ ხიდში. ხო და ლამის ყანიდან მოკლე გზით უნდა გადავიდეთ სოფელ ხვიტში. ლამის ყანის ღვთისმშობლის ეკლესიაში მოვედით სოფელ ლამის ყანაში და მაინტერესებს ახლა ეს არც ვიცი რომელი საუკუნის ეკლესიაა, მაგრამ გზის პირას არის და მინდა რომ შევიდე ვნახოთ. არაფერი არ არის, რესტავრაცია მინდის. ასფალტირებული გზა დამთავრდა. არის ცენტრალური გზა. შემოვედით სოფელ ხვიტში. აქ ამ სოფელში შემოსასვლელი სხვა გზაც არის? საიდან? ჩვენ საიდანაც მოვედით ცენტრალურ. და სხვა მხარეს შემოდის? ეს უფრო იქეთ შემოდის ცენტრში. ესე იგი ის ვიყავით ჩვენ სოფლის განაპირას, ხო? სხვა მხრიდან შემოვედით და აგერ სოფელში მოკლეზე გადმოვჭერით. ასფალტიც არის ეგერ სოფელში. და მართლა ვეიქნება სოფელში. ეგერ სოფლის მაცხოვრებლები. ხვითელები. გამარჯობა. დაკეტილი სახლებიც არის. სად არის აბობოს სალუცა? აი ეს არის რა, სოფელი ხვიტი. არა ხო, ეს სოფელი ხვიტი როა გავიგე მე, მაგრამ სად? იქ სასაფლაოზე არის, სასაფლაოზე რა არის? შევაგიტეთ რა. დაქს, მაშინ ელიაზე ახლა რო ავიდეთ, ზურა ტალახი იქნება, აგელესილი იქნება. აბა საწაუბრეთ. სად გავიდეს?
სადა? ბოჟამი. ბოჟამში რო წავიდეთ რა, ეგ არის რამე საინტერესო. ეგ არის რაღაც ის. ეხლა ჩვენ აქედან მერე სოფელ ბოჟამში გადავალთ. სოფელ ბოჟამში შევალთ. დამხელა ტერიტორიებია და ხორბალია დათესილი სულ. ბოჟამიდან. იქით არის ხო ბოჟამი? ეს სახლებს რო ხედავ ეგ ბოჟამი. ეგ ბოჟამი, ხო? ой, აგერ ხალბატონი. ჩვენ ზევით უნდა ავიდეთ? როგორ გაუხარდა ჩვენი დანახვა? რას წარმოიდგენდა ახლა ვიღაცა შეხვდებოდა? ამოვედით ესე იგი ბოჟამის ჯვართან. სოფელი ბოჟამიდან არის ამოსასვლელი. არა სამლოცველო არის ჯვართან და აქ აცხა არის აქეიფო. და გზა კიდე მიდის ტყეში შედის. სად შედის ნეტა? არ ვიცით. სოფელი ბოჟამი. აქედან ჩამოვიდეთ. ამ სოფელს რა ქვია, ბაბესო? სოფელი სამთავისი? ეს რა კაი სახლია. სამთავისში. შვენივრად მოგეკეთებული. საბავშვო ბაღი. უსართულია. ასფალტი მოჭრა. ესე იგი სოფელ თვალურებში ჩვენ ვერ შევედით, არ შეგვიშვეს ფიზიკურად, არ შეიძლება შესვლაო და გულდაწყვეტილებით წამოვედით და გადავწყვიტეთ ავსულიყავით ქსნის ციხეზე. ეხლა მინდა გაჩვენოთ როგორი გზა არის. სამანქანე გზა, ნაწილობრივ ადის სამანქანე გზა, ნახევარი ფაქტიურად გზა და მე ფეხით უნდა ახვიდე ქსნის ციხეზე. ულამაზესი ადგილია, მინდა ავიდე ეხლა ფეხით და თქვენც გაჩვენოთ. ესეთი სამანქანე გზა მიყვება ქსნის ციხემდე ადის. მაგრამ ერთი მონაკვეთი გაჩვენებთ ხა როგორ არის წვიმისგან ჩამონგრეული ეს ადგილი არის ჩამონგრეული და ფაქტიურად აქ ჩახერგილია გზა. მაგრამ მანქანა მაინც ბოლომდე ვერ ადის ციხემდე, დაახლოებით 500 მეტრი არის ფეხით ასასვლელი.
აი ესეთი საფეხმავლე გზა ამოდის. ქვევით ნაწილობრივ მანქანით ამოდის გზა და ზევით არის ეგერ გორაზე ქსნის ციხე. აი იქ უნდა ავიდეთ. სხვათა შორის აქ ასფალტია, დაგებული ძველი. ერთი ნაწილი მანქანით ამოვედით, მერე ჩამოშლილი იყო გზა. ალბათ აქ ადრე მანქანით იყო შესაძლებელი ასვლა, იმხელა ბეტონია დაგებული. ეგრე მგონია და ეგერ არის ქვევით ქსანი. და ჩვენი მანქანაც აი იქ აქ უკვე მორჩა ასფალტიანი გზა და იწყება ასეთი საცალფეხო ბილიკი. საკმაოდ ექსტრემალური გზა არის. მით უმეტეს თუ სველია და ნატრიმარია ფეხის რეალებს. ძალიან დიდი ყურადღება საჭირო. აი ეს გზა მოდის ქსნის ციხემდე, საცალფეხო ბილიკი. ასე და ზევით უკვე ეგერ მოჩანს თითქმის ავედით და გზაზე ნახეთ რამხელა ფილები არის. ასფალტის ფილებია თუ ბეტონის ფილებია და როგორ ძირი, როგორა გამოთხრილი წყლისგან და წვიმისგან. გამორეცხილი აქვს სულ ძილი, სახიფათო იმაზე სიარული. ცოტა ხანში ეგენის ჩაინგრევა. აი როგორ არის ჩამტრეული. ციხეზეც ამოვედით. ქვევით ჩანს ეგერ ჩანს ელექტროსადგური. და ის შურს რა დასახლება არ ვიცი. ალბათ ამ გზით შევალ. იყო მოკლედ ერთხელ ღირს აქ ამოსვლა და ციხესიმაგრის დათვალიერება. მით უმეტეს არ არის ციხესიდან შორს
დაახლოებით იქნება მაქსიმუმ 50 კილომეტრი და ვინც არ არის ნამყოფი აუცილებლად გირჩევთ ვისაც გიყვართ ფეხით სიარული კლდეებზე ძალიან საინტერესო და ულამაზესი ადგილია ქსნის ციხე-სიმაგრე ესე იგი სოფელი ქსნიდან ამოვედით ჩვენ ნახეთ ქსნის ციხე-სიმაგრე ძალიან ლამაზი ადგილია და საინტერესო ისტორიული და ცოტა ოდნავ ზევით მთაზე ფაქტიურად აი აქეთ მხრიდან ქსანი ჩანს ქვევით აქედანაც დასახლებებია მთის წვერზე არის წმინდა გიორგის ეკლესია სალოცავი და მინდა გაჩვენოთ ახლა ეს ულამაზეს ადგილას არის ეს ეკლესიაც აი აქედან ამოვედით ავიდეთ წმინდა გიორგის ეკლესიაში მოვიდოთ ცოცხალი დავანთოთ ეს არის ქსანი ზევით მთაზე წმინდა გიორგის ეკლესია არის და წმინდა გიორგის ეკლესიასთან ოდნავ ქვევით არის ასეთი დასასვენებელი ადგილი კოხტად ლამაზად გაკეთებული ეგერ ცოტა იქით არის შესაწირი ცენტრალური გზაც ჩანს ავტობანი